10 დღიანი პატიმრობის შემდეგ ცირა ჟვანია არის თავისუფალი. მან პირველი სიტყვები რაც გითხრა იზოლატორის დატოვების შემდეგ იყო ის, რომ აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც დგას ყოველდღიურ რეჟიმში რუსთაველის გამზირზე, თუმცა ამბობს იმასაც, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია უწყვეტი პროტესტი, თუმცა პრინციპული მნიშვნელობა ამის გარდა აქვს იმასაც, რომ ეს პროტესტი იყოს მრავალფეროვანი და არ გამოიხატებოდეს მხოლოდ გზის გადაკეტვით. ამბობს, რომ ჰქონდა ძალიან ბევრი დრო წიგნების წაკითხვისა და ახალ გეგმებზე ფიქრისათვის. მას ასევე აქ დახვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც მასთან ერთად რამდენიმე დღე გაატარეს იზოლატორში. საბოლოო ჯამში კი სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების პოზიცია არის უცვლელი. ისინი ამბობენ, რომ რუსთაველის პროტესტი არის უალტერნატივო, ამიტომ დღესაც გამოვლენ და მომდევნო დღეების განმავლობაშიც კვლავ გააგონებენ ქართულ ოცნებას საკუთარ მტკიცე და ურყევ ხმას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია საქართველოში მოხდეს ცვლილებები იმისთვის, რათა ქვეყანა დააბრუნდეს დასავლურ და ევროპულ რელსებზე. საბრძოლო გაწყობა რა თქმა უნდა ისო გვაქვს. უბრალოდ ეხლა ჩემი აზრით იმ ადამიანებმა, რომლებიც უკვე გზის გადაკეტვის გამოციხეში ვისხედით და ეხლა ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ კიდევ ერთხელ გადაკეტვის შემთხვევაში შეიძლება 1 წლით ჩავჯდეთ ციხეში, ჩემი აზრით რაღაც ახალი უნდა მოვიფიქროთ, ან ცოტა მეტი უნდა ვიფიქროთ მაგაზე, რომ ეს რაღაც საფრთხე რამენაირად თავიდან ავირიდოთ. მთავარი არის ის, რომ პროტესტი გაგრძელდეს, იყოს მუდმივი და სანამ ბიჭები არ გამოვლენ გარეთ, მანამდე ყველანი ვიყოთ ერთად. პირველ რიგში ბოლოდ საოცირას გამოსვლას ძალიან გამეხარდა. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი წამით არ შეშინებია და ისევ გააგრძელებს ბრძოლას თავისი ქვეყნისთვის და რეჟიმის ტყვეებისთვის, როგორც მანამდე იბრძოდა. ქართული ოცნების პირობებში გავსებულია საქართველოში არსებული ყველა იზოლატორი. რამდენიმე ადამიანი ტოვებს ყოველდღიურად დროებითი მოთავსების იზოლატორს, თუმცა მათ ნაცვლად სვამენ სხვებს. მიუხედავად ამისა, რეპრესიული კანონები არ მოქმედებს, რადგან რუსთაველის გამზირი ყოველდღიურად იკეტება. დღევანდელი დღეც არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ აუცილებლად გააგრძელებენ ბრძოლას და კვლავ დღესაც გააგონებენ ქართულ ოცნებას საკუთარ ხმას იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა აუცილებელია მათი მტკიცე ნება დაინახოს ყველა მათ შორის დასავლეთმაც იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა საქართველოში და რომ ქართულმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება.